ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ასე ეხმიანება ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლილ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის ნაწილი აღარ გაიყიდება. ტერიტორიის შენარჩუნებისთვის ნაციონალური მოძრაობა პარტიის რეგიონულ ლიდერებსა და იმ მოქალაქეებს უხდის მადლობას, რომლებმაც ძალადობისა და თავდასხმის მიუხედავად უკან არ დაიხიეს და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში თბილისიდან მიღებული დირექტივის შემდეგ დაბნეულობა იყო გუშინ. როგორია ქართული ოცნების პოზიციები დღეს მიიღეს თუ არა გურიაში კონკრეტული მესიჯბოქსი რადიკალურად შეცვლილი პოზიციის გასამართლებლად. სოფო ჭურლუხაძე მოგვიყვება დეტალებს. დიახ, სოფო, მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით თუ როგორი კატეგორიული იყო ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაც და ტონიც სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ ვიხილეთ თუ როგორი დაბნეულობა იყო გუშინ მდინარაძის განცხადების გაკეთების შემდეგ, რაც შეეხება დღევანდელ პოზიციებს. საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს არ სურს ჩვენთან შეხვედრა, ასევე თავს არიდებს სატელეფონო განმარტებების გაკეთებასაც. ერთადერთი რაც მან ჩვენ დღეს გვითხრა იყო ის, რომ მისი პოზიცია უცვლელია, თუმცა რას გულისხმობს ამაში ის გაურკვეველია, რადგან მან საუბრის დასრულებამდე ტელეფონი გაგვითიშა, რაც შეეხება ჩოხატაურის მერის პოზიციას, ის გვიმტკიცებს, რომ თავიდანვე პარკის გასხვისება და იქ რაიმე მშენებლობის წამოწყება ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი არ იყო და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მსჯელობის საგანი და ცდილობდნენ გაერკვიათ თუ როგორი იქნებოდა საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არადა ჩვენ პირველივე დღეებში, როდესაც გახმაურდა ეს გადაწყვეტილება, ჩავწერეთ და მოვასმენინეთ ფორმულას მაყურებელს თუ როგორი იყო საკრებულოს წევრების პოზიცია. ისინი გადაწყვეტილად ამბობდნენ, რომ იგეგმებოდა პარკის გასხვისება და ასევე ამ ტერიტორიით დაინტერესებული იყო საქართველოს ბანკი, რისთვისაც ამ პარკს ფუნქციაც დაუკარგეს და მას განუსხვისებელი ქონების სტატუსი ჩამოართვეს. გესაუბრებ აქცევაზე და ხარ ორჯერ გესაუბრებ და ხარ ამდენჯერ უნდა ვისაუბროთ. თქვენი ტონი ძალიან კატეგორიული იყო ბატონო ირაკლი. კატეგორიული რაც ქვია კაცო, რაც იყო, რაც ვკითხებ, იპასუხეთ და დავასრულებ აქცევაზე ხმამატებები. კატეგორიული იყავით მანამ სანამ ამუკა მდინარაძე გააკეთებდა ამ განცხადებას. ჩემი ტონი კი არა, ჩემი განწყობა არ შეცვლილა. დავამთავრეთ ამათ საუბარი. სკვერის თემა, როცა ავწიეთ, შემოვიდა წინადადება ერიაში გადავაგზავნეთ საკრებულოში, ეს ამ დროის განმავლობაში არანაირ გასხვისებაზე, არანაირ რაღაცა მანშენობების ჩადგმაზე, კი ბატონო, საუბარი იყო, როგორც იყო მსჯელობის საგანი. საზოგადოება როგორ მიიღებდა, ჩვენ შეგვეძლო, რომ პირდაპირ აუქციონზე გაგვეტანა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. რადგანაც ჩვენ იმას საზოგადოებამ ასე მიიღო, იყო პარლამენტიდან შესაბამისი განცხადებები, ჩვენს მიყვებით პროცედურებს, როგორც არის კანონის მიხედვით. ჩოხატაურის მერი ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, გულისხმობ თავდასხმას, როდესაც ეს მოხდა ოპოზიციონერ დეპუტატებზე, მის ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თავდასხმელები წარმოადგენდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რაც შეეხება დღეს უკვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების პოზიციას, მათი განცხადებით, სწორედ ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მათივე თქმით, ამ შეხვედრების საინფორმაციო კამპანიის და აქციების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი არ გაყიდულიყო. შუბლის ძარღვ გაწყვეტილებმა მდინარაძემაც კი ვერ გააправა ეს უნამუსობა და თქვა რაც ის თქვა, საჯაროდ დაგმო, ასე თქვა, ჩოხატაურის კრიმინალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე თქვა, ეს იყო ალიყური ჩიგოგიძისთვის, კრიმინალი ჩიგოგიძისთვის. ჩვენ ხედავთ ალუღლუღებულ საკრებულოს თავმჯდომარეს ჩოხატაურის და ალუღლუღებულ ჩოხატაურის მერს და თუ ყველაფერი კარგად იყო და ეს იყო მსჯელობის საგანი და გასხვისებას არ აპირებდნენ, მაშინ რა საჭირო იყო ჩიგოგიძის ნასეტკა ზონდერების მოსევა. როდესაც მათ დაინახეს ერთიანობა, შეისწავლეს უკვე ხალხის პოზიცია, მოუწიათ იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომელსაც მერი, საკრებულოს თავმჯდომარე რადიკალურად აცხადებდნენ, რომ ეს ასე გაკეთდებოდა და ეს სწორი იყო, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ერთიანობის შედეგი, რომ მათ უკან მოუწიათ და დაღეჭვა მოუწიათ ამ გადაწყვეტილების. ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა საკრებულოებისთვისაც და მერიისთვისაც, რომ მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებებს მათ ხალხი აღარ დააცდის.
რაც შეეხება დაკავებულებს, როგორც იცით, 4 ადამიანი დააკავეს ოპოზიციაზე თავდასხმისთვის, მათ აღმკვეთ ღონისძიებაზე გუშინ იმსჯელა ოზურგეთის სასამართლომ. პროკურატურა ითხოვდა 4 მათგანის პატიმრობაში დატოვებას, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით ისინი 7,000 ლარიანი გირაო სანაცვლოდ გაათავისუფლეს.